გამარჯობათ, ჩემი სახელია გვანცა. მე ვარ უცხოენების სპეციალისტი, მაგრამ შევადგინე ვიდეოები ქართველი აფაზიის პაციენტებისთვის, რომ მათ დავეხმარო ენის აღდგენაში ან გაუმჯობესებაში. ეს იდეა მომაწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სიატლში არსებულ რეაბილიტაციის ცენტრის მთავარმა ლოგოპედმა ბრი ფარლიმ. მე გადავთარგმნე ზოგი მისი ვარჯიშები ან გამოვიყენე მისი სავარჯიშოები, მას მსგავსი ვიდეოები აქვს შედგენილი ინგლისურად. იმედია ამით რაღაცაში დაგეხმარებით და იმედია თქვენც იზარმაცებთ და ყოველდღიურად ივარჯიშებთ. მან ამ ვიდეოებს უყურებთ ან თქვენი ლოგოპედის დანიშნულ სავარჯიშოებს გააკეთებთ. მაგრამ თავარი ისაა, რომ ყოველ დღე რაღაცნაირად უნდა თავი დატანოთ და ივარჯიშოთ. დღევანდელი თემა არის ტანსაცმელი. ახლა დავიწყოთ ლოგინში რა გვაცვია. მე წარმოდგენილი მაქვს, რომ ალბათ ბევრი თქვენგანი უფრო მეტ დროს ატარებს ლოგინში ამ დღეებში, ვიდრე სანამ ეს ინსულტი დაემართებოდა. ასე რომ მე სამი სიტყვა პერანგი, პიჟამო და ხალათი საკმაოდ ხშირად სახსენებელი სიტყვებია. პერანგი, გაიმეორეთ, პერანგი. პერანგი. პიჟამო, პიჟამო. პიჟამო და ხალათი. ხალათი. მოდი გამოვწეროთ ეს სიტყვები. და ეს გამოწერაში კიდევ უფრო კარგად დავიმახსოვრებთ, თუ გაქვთ წერის უნარი. თუ ამ წუთას ფურცელი და პასტა არა გაქვთ, შეგიძლიათ ჰაერში თითით გამოწეროთ ეს ასოები. ესე იგი დავიწყოთ პერანგით, პირველი ასოა პ, დაწერეთ პ, ესე ჰაერში, პ, პიჟამას ვწერთ. პ, ი, ჟ, ა, մ და ო. პიჟამო. პიჟამო. ეხლა გამოვწეროთ პერანგი. ასევე იწყება ასობგერა პ-თი, პ, ესე პ, ე, რ, ა, ν, გ, და ი. პერანგი. პერანგი. და ბოლო სიტყვა ხალათი. აბა ხალათი დავწეროთ. ხ, შეიწერება ხ, ა, ლ, გამოვწეროთ. ა, თ, და ი. ხალათი. გაიმეორეთ. ხალათი.
აბა შევხედოთ, აქ გვაქვს 3 პიჟამო, ქალის და მამაკაცის. და პიჟამოებიდან რომელ პიჟამოებს იყიდით და მერე შევხედოთ ფასებს და გადავწყვიტოთ თუ ეს იაფია თუ ძვირია. იაფია თუ ძვირია. პიჟამო. პიჟამო. აბა რა ეს პიჟამო? ეს პიჟამო ღირს 30 ლარი. აბა გაიმეორეთ 30. 30 ლარი. ეს პიჟამო, პირველი პიჟამო ღირს 30 ლარი. მოკლემკლავებიანი პიჟამოა. რა ვფიქრობთ? იაფია თუ ძვირია? 30 ლარი პიჟამოში. იაფია თუ ძვირია? ჩემი აზრით იაფია. იაფია. გაიმეორეთ იაფია. გადავიდეთ ამ პიჟამოზე, ყვავილიანი, გრძელსახელოებიანი პიჟამო და ეს პიჟამო ღირს 80 ლარი. 80. გაიმეორეთ 80. თქვენი აზრით 80 ლარი იაფია თუ ძვირია პიჟამოში? პიჟამო. ალბათ ცოტათი ძვირია. პიჟამოში 80 ლარი. მაგრამ გააჩნია რა მასალით არის გაკეთებული. იაფია, ძვირია. ეს პიჟამო ღირს 70 ლარი. გაიმეორეთ 70. 70. 70 ლარი იაფია თუ ძვირია? იაფია თუ ძვირია? რას ფიქრობთ? ჩემი აზრით ძვირია. იმიტომ რომ ეს არ არის ესეთი გადასარევი, ეს ძალიან უბრალო პიჟამოა. ამ პიჟამოში 80 ლარი ალბათ ღირს, იმიტომ რომ ესეთი უნიკალური დიზაინი აქვს. გადავიდეთ მამაკაცების პიჟამოზე. პიჟამო. ამ 3 პიჟამოდან ეს პირველი ღირს 100 ლარი. 100 ლარი. რას ფიქრობთ? იაფია თუ ძვირია? 100 ლარი. ძვირია. მეორე პიჟამო ღირს 35 ლარი. გაიმეორეთ 35. 35 ლარი. 35 ლარი. იაფია თუ ძვირია? მგონი იაფია. 35. ანუ კარგი ფასია პიჟამოსთვის 35 ლარი. და ბოლოს 20 ლარი. გაიმეორეთ 20 ლარი. 20 ლარი. სმარტივი პიჟამოა. იაფია, თქვენი აზრით 20 ლარი ამ პიჟამოში თუ ძვირია? იაფია. გეთანხმებით. იაფია. საკმაოდ იაფია 20 ლარი პიჟამოში. იგი აქ გადავხედეთ ამ 6 პიჟამოს და თქვენ რომელ პიჟამოს იყიდით? აბა აირჩიეთ თქვენი პიჟამო. უნდა მიაქციოთ ალბათ ყურადღება ფასაც და ამ ფასის და ისე გარეგნობის მიხედვით რომელ პიჟამოს იყიდით. პიჟამო. აირჩიეთ პიჟამო. ეხლა ავირჩიოთ ხალათი. ხალათი. ხალათი ძალიან საჭიროა, განსაკუთრებით თუ ლოგინში ხშირად წოლა გიწევთ, ლოგინიდან რო ადგებით, ალბათ გჭირდებათ ხალათი. ხალათი. ამ ხალათებიდან რომელს ამოირჩევდით? ალბათ გააჩნია სეზონს, გააჩნია სტილს, ესე იგი, თუ ზამთარი ალბათ უფრო გინდათ თბილი ან სკელი ხალათი, თბილი ხალათი, სკელი ხალათი. და თუ ზაფხულია და ცხელა ალბათ უფრო გინდათ გრილი ხალათი, თხელი ხალათი, გრილი, თხელი. ხო?
ასევე გააჩნია სეზონს ზამთარში ალბათ გრძელი ხალათი უფრო გვჭირდება, რომ თბილად ვიყოთ გრძელი და ზაფხულში მოკლე ხალათი, მოკლე. ზოგს ხალათს მოყვება კაპიშონი, აი ამ ხალათს აქვს კაპიშონიანი ხალათი. აბა ეს პირველი ხალათი როგორია? თბილი თუ თხელი? თბილი თუ გრილი? თბილი თუ გრილი? გაიმეორეთ, თბილი ხალათი. გაიმეორეთ, გრილი ხალათი. ეს პირველი ხალათი თბილია თუ გრილი? თბილი, მართალი, ეს თბილი ხალათია. მეორე ხალათი სკელი თბილი, ანუ სკელი ხალათია, სკელი თუ თხელი? სკელი და თხელი. როგორი ხალათია? სკელი ხალათია თუ თხელი ხალათი? გაიმეორეთ, სკელი, თხელი. ეს მეორე ხალათი არის თხელი ხალათი, ეს უფრო ისეთი საგაზაფხულო და საზაფხულო ხალათია. მესამე სურათზე გვაქვს თბილი, ანუ სკელი თუ გრილი. თქვენი საზრით ეს როგორი ხალათია? თბილი თუ გრილი? თქვით თბილი და თქვით გრილი. როგორი ხალათია ეს? თბილი ხალათი. სკელი თუ თხელი? სკელი ხალათი, თხელი ხალათი. ესეც სკელი მასალისგან არის მგონი, სკელი ხალათი, თბილი სკელი ხალათია. ამ სურათში არის თბილი თუ გრილი? თბილი ხალათი თუ გრილი? ეს ხალათიც არის თბილი ხალათი და ბოლო სურათზე სკელი ხალათია თუ თხელი? თქვენი საზრით ეს სკელი მასალა თუ თხელი მასალა? მგონი ეს არის უფრო საზაფხულო ჩითის. ასევე გადავწყვიტეთ, რომ შეგვიძლია ხალათის ყიდვის დროს ვიფიქროთ თუ ხალათია თბილი ან გრილი, ასევე ვიფიქროთ თუ ხალათია გრძელი ან მოკლე. გრძელი, მოკლე. გაიმეორეთ, გრძელი ხალათი, გრძელი, მოკლე ხალათი, მოკლე. პირველი ხალათი არის გრძელი თუ მოკლე? გრძელი. მეორე ხალათი გრძელი თუ მოკლე? ასევე გრძელი. ეს ხალათი მესამე გრძელი. ეს ხალათი ზოლებიანი გრძელია თუ მოკლე? მოკლე. მართალია, მოკლე. ეს ხალათი არის გრძელი და ბოლო ხალათი გრძელია თუ მოკლე? მოკლე. მართალია, ეს არის მოკლე ხალათი. იგი ბოლო ჯამში რომელ ხალათს ამოირჩევდით? აბა დაფიქრდით, რომელი ხალათი მოგწონთ. შეიძლება ორი ხალათი ამოვირჩიოთ, ზამთრის და ზაფხულის. მე ალბათ ზამთრისთვის ამოვირჩევდი ამ ხალათს. ხალათი, ეს არის თბილი, სკელი ხალათი და გრძელი ხალათი. და საზაფხულოდ ალბათ ამოვირჩევდი ამას. ეს არის გრილი, მოკლე ხალათი და აქვს ლამაზი დიზაინი.
ესე იგი, ეხლა გადავიდეთ ქვედა საცმელზე. ეხლა გამოვწეროთ ეს სიტყვები. ტრუსი, წინდა, მაისური. ეს სიტყვებიც ალბათ თქვენ ყოველდღიურად გჭირდებათ, გამოსაცვლელი ტანსაცმელი. ტრუსი, წინდა, მაისური. გამოვწეროთ ეს სიტყვები, აბა. ტრუსი იწყება ასობგერად ტ-თი, ტ, ჩაიწერეთ თუ გაქვთ საშუალება. ტ, р, ტრ, р, ტრ, უ, ტრუ, ს, ტრუს და ი, ტრუსი. ქალის ტრუს, ტრუსიკს ეძახის ბევრი ტრუსიკი. შეგიძლიათ დაამატოთ კ და ი, ტრუსიკი, ან ტრუსი. ეხლა გამოვწეროთ სიტყვა წინდა. წინდა. წ, დაწერეთ ასო წ, შეძლების დაგვარად წ, ი, წი, ი, н, д, და ა, წინდა. და მესამე სიტყვა მაისური. մ, ა, მა, ი, მაი, ს, მაის, უ, მაისუ, р, მაისურ და ბოლო ასო არის ი, მაისური. ტრუსი, წინდა და მაისური. კროსვორდების კეთება თუ გიყვართ, მოგიმზადეთ ეს კროსვორდი, ეს ადვილი კროსვორდია, რახანაც ნახატებია და ბევრი საფიქრებელი აქ არ არის. ალბათ გენატრებათ კროსვორდების შევსება, იმათ ვისაც კროსვორდების შევსება უყვარდა. აბა მოვცადოთ ეს კროსვორდი ერთად შევავსოთ. ნომერი 1 ვერტიკალურად შეესაბამება ამ სურათს. ესე იგი, აქ ვაერთიანებთ ჩვენ ლოგინში ჩასაცმელ ტანსაცმელს და გამოსასვლელ ტანსაცმელს. ესე იგი, ეს არის სურათი, რისი სურათია? ეს არის ხ-ზე იწყება. ხალათი. მართალია ხ, ხა, ლ, ხალ, ა, ხალა, ი, ხალათი. ისე ჩაედია 1 2 3 4 5 6 ასოიანი სიტყვა ხალათი. 2 ჰორიზონტალურად ეს სურათი არის რა ნახატია ეს? მა, შემდეგი ასო? მა, ი, მაის, უ, მაისუ, р და ი, მაისური. გადავიდეთ ახლა მესამეზე. ჯერ გავაკეთოთ მესამე ვერტიკალური. მესამე ვერტიკალური ეს არის ამ ნახატში, არ ვიცი თუ კარგად ხედავთ. მას ვიცმევთ ლოგინში. ქალები, ეს არ არის პიჟამო, ეს არის აბა р ურევია, იწყება პ-ზე, ასევე იწყება პ-ზე. პ, პერე,
R an n g i პერანგი პერანგი მესამე ვერტიკალურად იყო პერანგი 1 2 3 4 5 6 7 7 ასოიანი სიტყვა პერანგი 3 ჰორიზონტალური ასევე იწყება პ-ზე ასევე გვაცვია ღამე ლოგინში და იწყება ასობგერა პ-თი პ ეს რისი ნახატია პ გაიხსენეთ ეს სიტყვა პიჟამო მართალია პი ჟ ა მ ო პიჟამო პიჟამო და დაგვრჩა ორი სიტყვა ნომერი 4 ჰორიზონტალურად არის ეს რისი ნახატია ц-ზე იწყება ц ц и н д а წინდა წინდა წინდები წინდა წინდა და ბოლო სიტყვა ეს არის т т-ზე იწყება т რუსი ტრ უ ს ი ესე იგი ესე შევავსეთ ჩვენ კროსვორდი ამ ლოგინის და შიდა ტანსაცმლით შემდეგ სლაიდზე ვნახავთ უფრო სეზონურ ტანსაცმელებს აბა შევხედოთ ამ სურათს აქ უკვე გვაქვს სეზონური ზამთრის და ზაფხულის ტანსაცმელი დავიწყოთ ჯერ ზამთრით ზამთარში ცივა გარეთ რო გავდივართ უნდა დავიხუროთ ქ ქ-ზე იწყება ქუდი მართალია ქუდი ასევე უნდა შემოვიხვიოთ ყელი რო არ გაგვიცივდეს უნდა შემოვიხვიოთ კ-ზე იწყება კაშნე უნდა შემოვიხვიოთ რახან გარეთ ცივა ხშირად ვიცმევთ ან პალტოს ან ქურთუკს ქურთუკი პალტო ქურთუკი ფეხზე გვაცვია ჩექმა და ხშირად გარეთ რო ცივა განსაკუთრებით თუ თოვლია ხშირად ხელზე ვიკეთებთ ხელთათმანი ეს გრძელი სიტყვაა ძნელი სათქმელი ხელთათმანი ეხლა შევადაროთ ეს ზამთრის ტანსაცმელი ზაფხულისას ზამთარში ვიხურავთ ქუდს რახან ცივა და ასევე შეიძლება ქუდი დავიხუროთ ზაფხულში მაგრამ ეს არის მზის ქუდი ეს განსხვავებული ქუდია მზის ქუდი ხშირად თუ მზეა გარეთ თვალებზე ვიკეთებთ მზის სათვალე ეს კარგი სიტყვაა თქვენთვის ალბათ სათვალეს ბევრი თქვენგანი ხმარობს არა მარტო მზის სათვალეს მაგრამ სახლშიც სათვალე ხშირად გიკეთიათ წიგნის წასაკითხად ტელევიზორის საყურებლად ასე შემდეგ სათვალე და ამ გოგონას აცვია სარაფანი ესე იგი ალბათ ძალიან ცხელა იმიტომ რომ აცვია მოკლე სარაფანი უმკლავებოდ და სრული ძალიან განსხვავებული ზამთრის ტანსაცმლისგან კიდევ ერთხელ შევადაროთ ზამთრის და ზაფხულის ტანსაცმელი ესე იგი სიცივეში ამ ბიჭს თავზე აფარია ქუდი ცივა და აცვია ჯემპრი როლინგი ჯემპრი აცვია სკელი ჯემპრი
თბილი ჯემპრი. აცვია პალტო, ან ქურთუკი, ან კურტკა. კურტკა მის დაწერად ამავიწყდა, ბევრი კურტკას ეძახის. ქურთუკი, პალტო, კურტკა. და აქცია შარვალი, სქელი შარვალი, თბილი სქელი შარვალი. მეორე სურათზე კი ნამდვილად კაი ამინდია, ზაფხულია, ცხელა ბუღიაზდის ქალაქს, როგორც იმ სიმღერაშია ნათქვამი, ამბიცაც ახურავს ქუდი, მაგრამ ეს არ არის ზამთრის ქუდი, ეს არის მზის ქუდი. ქუდი. თვალებზე უკეთია, რა უკეთია? სათვალე. სათვალე. ეს მზის სათვალეები უკეთია, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, კაი სიტყვაა სათვალე, თქვენს გამოგადგებათ სახლში ალბათ ხშირად ხმარობთ სათვალეს. ესე იგი, ამბიცაცია ჯემპრი, სქელი შალის ჯემპრი, ზამთარში და ზაფხულში კი გვაცვია თხელი მაისური. ან შემოკლებით მაიკასაც ვეძახით. მაიკა, მაისური, მაისური, მაისური. და აქაცვია სქელი შარვალი ზამთარში, აქ კი გრძელი შარვალი, გრძელი სქელი შარვალი, აქ კი აცვია თხელი შარვალი და არ არის ეს გრძელი, არის მოკლე შარვალი, მოკლე შარვალი, ან შორტი. შორტი, შორტი, შორტი. იგი ზამთრის და ზაფხულის ტანსაცმელი განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც ყოველთვის, ახლა გთხოვთ, რომ ჩაიწეროთ ეს სიტყვები, თუ გაქვთ წერის უნარი. ესე იგი, უნდა გამოვწეროთ, ეს არის ზამთრის ტანსაცმელი. ზამთარში რა სახის ტანსაცმელს ხმარობთ? პირველი არის ჯემპრი, ჯ, 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 м, ჯემ, ჯემ, პ, ჯემპ, р, და ჯემპრი, ჯემპრი. ალბათ ბევრი თქვენგანი მარცხენა ხელით წერს, ახლა მარჯვენა ხელი შეიძლება პარალიზებული აქვს და მარცხენა ხელის წერა გაცილებით უფრო ძნელია, თუ თავიდანვე მემარცხენე არ ახართ. ჯემპრი. ეხლა დავწეროთ ქუდი, ქ, 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 უ, д, 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 ქუდი, 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 ქუდი. ესე იგი, კარგი იქნებოდა თუ ამას როლში ჩაიწერდეთ ამ სიტყვებს და ყოველდღიურად გადახედავდეთ ამ თქვენ ჩამოწერილ სიტყვებს თემატურად. ქუდი. აქ გვაქვს ქურთუკი, ქურთუკი, ქ, ქ, უ, ქუ, უ, р, 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 ქურ, თ, თ, ქურთ, უ, ქურთუ, კ, კ, ი, ქურთუკი, ქურთუკი. პალტო, ეხლა დავწეროთ სიტყვა პალტო, პ, პ, ა, პა, პა, ლ, ლ, პალ, ტ, ტ, პალტ და ო, პალტო, პალტო. ხელთათმანი უფრო გრძელი სიტყვა და ბევრი დრო დაჭირდება ხელთათმანის დაწერას, მაგრამ მაინც ვცადოთ. ხ, 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 ე, ლ, ხელ, ხელ,
თ ხელთ ა ხელთა კიდევ თ ხელთათ մ ა ხელთათმა ν და ი ხელთათმანი. ახლა გადავედით ჩექმაზე, ჩექმა ჩ ე ჩე ქ ჩექ м ჩექ მა ჩექმა და ბოლოს გვაქვს კაშნე, ხელზე მოსახვევი კაშნე კ ა შ ν და ე კაშნე. თუ მე ძალიან ჩქარა ჩამოვწერე ეს სიტყვები და თქვენ დრო არ გქონდათ რომ ჩაგეწერათ, შეგიძლიათ ახლა აქ პაუზა გაუკეთოთ ამ ვიდეოს და გადაწეროთ ეს სიტყვები ნელ-ნელა. ესე იგი, ეს არის ზამთრის ტანსაცმელი, ჯემპრი, ქუდი, ქურთუკი, პალტო, ხელთათმანი, ჩექმა, კაშნე, ეს არის ყველა ზამთრის ტანსაცმელები და ახლა გადავიდეთ ზაფხულის ტანსაცმელზე. ზაფხულში გვაცვია შორტი, შორტები ხშირად, მოკლე შარვალი ან შორტი, ო შო р შორ ტ შორტ ი შორტი მოკლე შარვალი არის შორტი. ქალებს ზაფხულში რახან ცხელა ხშირად აცვიათ კაბები, კაბა. 4 ასოთგან შედგება კაბა. კ ა ბ ა კაბა. და კაბა ან ძალიან თუ ცხელა ბრეტელებიანი კაბა, ანუ მკლავები ეს გარეშე კაბას ქვია სარაფანი. საქართველოში ზაფხულობით მართლა უტანელი სიცხეებია და ხშირად ქალებს აცვიათ სარაფანი. ს ა სა р სარ ა სარა փ სარაფ ა სარაფა ფა ნი სარაფა ν და ი სარაფანი. შემდეგი სიტყვა მაისური м ა მა ი ს უ მაისუ р მაისურ და ი მაისური. მაისური მგონი ერთხელ უკვე დავწერეთ, როცა წინდა ტრუსი და მაისური გავიმეორეთ ეს გამოსაცვლელი ტანსაცმელი. და სამი სიტყვა დაგვრჩა დასაწერი, ერთი არის ქუდი. ქუდი უკვე თქვენ დაწერილი გაქვთ, ზამთარშიც ვიყენებთ ქუდს, ქუდი. მაგრამ ეს არის მზის ქუდი. მზის м ზ ი ს მზის ქუდი ქ უ д ი ქუდი მზის ქუდი. ეს არის მზის სათვალე, მარტო სათვალე დავწეროთ, მზე არ გვინდა, სათვალე ს
ს სა ა თ სათ თ სათ თ ვ ვ დაწერეთ ვ ა ა სათვა და ლ ლ ე სათვალე სათვალე და ფეხზე ზამთარში თუ გვაცვია ჩექმა ზაფხულში ხშირად გვაცვია სანდალი ს ა ն დ ა ლ ი სანდალი ზოგი ეს არის საზაფხულო ტანსაცმელი შევხედოთ ამ ჰოლივუდის ვარსკვლავებს და რა ულამაზესი საზაფხულო ტანსაცმელი აცვიათ განსაკუთრებით ქალებს კაბები და სარაფნები ანუ კაბა ეს კატერინა ზეტა ჯოუნსია მგონი აცვია ულამაზესი კაბა უმკლავეო ალბათ სარაფანით შეგვიძლია ამას დავუძახოთ მწვანე კაბა მწვანე კაბა მწვანე კაბა ეს არ ვიცი მისი სახელი მაგრამ არის ჯორჯ კლუნის მეუღლე მას აცვია ესეთი მარტივი ყვითელი კაბა და შლაპა ანუ მზის ქუდი ყვითელი კაბა ასევე კაბა სამივეს აცვია კაბა ეს ყვითელი და ეს ემილი ბლანტია მგონი მას კი აცვია ვარდისფერი კაბა კაბა სამივე ქალს აცვია კაბები ესე იგი ქალის ტანსაცმელი რამდენად უფრო საინტერესოა და კაცებს ყველას აცვია ერთ და იგივე შარვალ კოსტუმი უბრალოდ სხვადასხვა ფერის კაბა ამ ქალბატონებს კი აცვიათ სარაფნები ну ესეც შეგვიძლია კაბა დაუძახოთ მაგრამ ხან მკლავებულა და ბრეტლები აქვთ სარაფანი სარაფანი ეს არის პენელოპე კრუსი თუ არ ვცდები და ეს არის ნიკოლ კიდმანი სარაფანი იგი საზაფხულო ლამაზი ტანსაცმელი სარაფანი და ეს ჩემი საყვარელი ფილმია რომაული არ დადაგები აქ ოდრი ჰებერნს აცვია არ აცვია არც კაბა არც სარაფანი აცვია ქვედა ბოლო და მაი პერანგი ან ბლუსკა აცვია ბლუსკა ან ბლუზა და მამაკაცებს კი ყველას აცვია და იგივე შარვალ კოსტუმი შარვალი და კოსტუმი პიჯაკი თავისი ჰალსტუხით ასევე აცვია შარვალ კოსტუმი შარვალი და კოსტუმი და პიჯაკი ჰალსტუკით და ბაფთით ესე იგი ყველას მამაკაცებს არ აქვთ იმდენი ვალფეროვნება როგორც ქალებს ესე იგი დავაჯგუფოთ ახლა როგორც შევამჩნიეთ არის ტანსაცმელი რომელსაც მარტო ქალები იცმევენ არის ტანსაცმელი რომელსაც მამაკაცები იცმევენ და არის ბევრი ისეთი ტანსაცმელი რომელსაც ორივე ქალიც და კაციც იცმევს ესე იგი ქალების ტანსაცმელში დავასახელოთ კაბა სარაფანსაც მარტო ქალი იცმევს ძირითადად კაბა სარაფანი აბა იფიქრეთ კიდევ რას იცმევს ქალი რომელსაც კაცი ძირითადად არ იცმევს აბა გაიხსენეთ ქვედა ბოლო თუმცა არის ზოგიერთი ტრადიციული მაგალითად შოტლანდიელი მამაკაცები იცმევენ ქვედა ბოლო და ბლუსკა ან ბლუზა ლიფი ასევე ქალის ჩასაცმელია და სამკაული ხშირად სამოსაყურებს და მძივებს და ესეც სამკაულებს უფრო ქალები ხმარობენ ვიდრე მამაკაცები სამკაული კაბა
სარაფანი, ქვედაბოლო, ბლუზა, ლიფი და სამკაული. მამაკაცები გადავიდეთ მესამე ჯგუფში, შარვალს მამაკაცები ხმარობენ, კოსტიუმს, კოსტუმი. ზე მამაკაცები ხმარობენ, პიჯაკი, პერანგი და ჰალსტუხი, ესე იგი კოსტუმი შედგება შარვალისგან და პიჯაკისგან და ასევე უნდა გეცვას პერანგი და ჰალსტუხი. ეხლა შუაში ჩამოვწეროთ ის ტანსაცმელი, რაც მამაკაცსა და დედაკაცს ორივე შეუძლია ჩაიცვას. რა თქმა უნდა, შარვალი ეს ისეთი რაღაცაა, რომ ქალებსაც აცვიეს და კაცებს, თუმცა იყო დრო, რომ ქალებს შარვალი არ ეცვათ. მე მახსოვს ის დრო, მე რო პატარა ვიყავი, და იშვიათი იყო, რომ ქალს შარვალი ცმოდა. შარვალი, შორტი, მოკლე შარვალიან შორტი შეიძლება ქალმაც შეეცვას, მაგრამ კაცმაც შორტი. მაისური, რა თქმა უნდა, ეს ისეთი რაღაცა, რომ ყველა შეუძლია იხმაროს. მაისური, აბა რას დამატებდით კიდევ ამ სიას? შარვალი, შორტი, მაისური. ჩემი აზრით, ასევე პიჯაკი, კოსტუმი ძირითადად კაცებსაც ცვიათ, მაგრამ ასევე შეიძლება ქალმაც ჩაიცვას პიჯაკი. პიჯაკი არის მამაკაცის პიჯაკი და ქალის პიჯაკი. და აი მართლაც რომ შევადაროთ კოსტუმი, როგორც ვამბობდით, შეიძლება ორივე ქალმაც ჩაიცვას და კაცმაც. ესე იგი, კოსტუმში შედის პერანგი, შეგვიძლია ორივე ქალმაც და კაცმაც ჩაიცვას პერანგი. პიჯაკი, ქალმა და კაცმა ორივემ ჩაიცვას პიჯაკი. და შარვალი, ასევე ქალმაც და კაცმაც ჩაიცვას შარვალი. ესე იგი, ძირითადი განსხვავება ამ კოსტუმებს შორის, ქალსა და კაცს შორის არის ის, რომ კაცს უკეთია ჰალსტუხი. და ქალს პერანგის მაგივრად ასევე შეუძლია ეცვას ბლუსკა ან ბლუზა. ესე იგი, როგორც ნახეთ, კოსტუმი შეიძლება ქალმა ჩაიცვას და კაცმაც, მაგრამ ქალმა შარვალის მაგივრად შეიძლება თავის კოსტუმს ქვედაბოლო დაამატოს. ესე იგი, ორივეს აცვია პერანგი, ორივეს აცვია პიჯაკი, მაგრამ ამ კოსტუმში ამ კაცს აცვია რა ცვია, აბა გაიხსენეთ ამას რა ქვია? შარვალი და ამ ქალს კი არ აცვია შარვალი, შარვალის მაგივრად აცვია ქ-ზე იწყება, ქვედაბოლო. ესე იგი, ეს არის ძირითადი განსხვავება ამ ორ კოსტუმს შორის, შარვალი, ქვედაბოლო. ასევე ამ კაცს უკეთია ჰალსტუხი და ეს არის განსხვავება. მოდი ახლა გავიმეოროთ ყველა სიტყვა, თქვენ თუ ესე იგი გახსოვთ ჩვენ სიტყვები დავაჯგუფეთ, ჯერ დავიწყეთ ლოგინში ჩასაცმელი ტანსაცმლით, მერე საცვლით, მერე ზამთრის და ზაფხულის ტანსაცმლით და მერე გადავედით ქალის და კაცის ტანსაცმლებზე. ეხლა უნდა ვითამაშოთ თამაში, რომელიც შეიძლება თქვენ უკვე ნანახი გაქვთ ჩემს სხვა ვიდეოებში. ესე იგი, ამ მიზანი ამ თამაშის არის ის, რომ გადავწყვიტოთ, რომელი სიტყვა განსხვავდება ამ კატეგორიისა და ჯგუფისგან. ეხლა აგიხსნით, მოდი პირველი მაგალითი ერთად ვნახოთ და მერე დანარჩენი თქვენ ჩემი დახმარების გარეშე გააკეთეთ. ესე იგი, პირველ მაგალითში გვაქვს 4 ტანსაცმელი. პირველი არის ხალათი, მერე გვაქვს პიჟამო, მერე გვაქვს პალტო და მერე გვაქვს ღამის პერანგი. ამ 4 სიტყვიდან რომელია განსხვავებული, ანუ რომელი არ ეკუთვნის ამ ჯგუფს, ამ კატეგორიას. პალტო არის განსხვავებული სიტყვა, რატომ? იმიტომ რომ პიჟამოს და ღამის პერანგს ვიცვამთ ლოგინში, ხალათსაც ვიცვამთ ლოგინიდან რო ვდგებით,
პალტო კი არის ზამთარში გარეთ რო გავდივართ, იმ შემთხვევაში ვიცმევთ. ანუ პალტო არის განსხვავებული სიტყვა, პალტოს ლოგინთან და სახლთან არანაირი კავშირი არ აქვს. აბა იმედია რომ მიხვდით როგორ უნდა ამ თამაშის თამაში. მეორე მაგალითი. კაბა, შარვალი, ბლუზა, ქვედაბოლო. კაბა, შარვალი, ბლუზა, ქვედაბოლო. აბა რომელ სიტყვას აირჩევდით და წაშლიდით. კაბა, შარვალი, ბლუზა, ქვედაბოლო. ალბათ თქვენ წაშლიდით შარვალს არა? გეთანხმებით, იმიტომ რომ კაბა, ბლუზა, ქვედაბოლო არის ქალის ტანსაცმელი. შარვალი, რა თქმა უნდა, ქალებსაც აცვიათ, მაგრამ უფრო განსხვავებულია, რახან შარვალი კაცმაც შეიძლება ჩაიცვას, ხოლო კაბა, ბლუზა და ქვედაბოლო კაცს არ აცვია. გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე. მაგალითი 3. სარაფანი, შორტი, მაიკა, ანუ მაისური, ან მაიკა და ხელთათმანი. რომელ სიტყვას წაშლიდით ამ ჯგუფიდან? სარაფანი, შორტი, მაიკა თუ ხელთათმანი. დაფიქრდით და ამორჩიეთ თქვენი სიტყვა. ამოირჩიეთ? ხელთათმანი იყო, არა? ხელთათმანი მართალია, იმიტომ რომ ხელთათმანი არის გვაცვია ზამთარში, როცა ცივა, სარაფანი, შორტი და მაიკა კი ზაფხულის ტანსაცმელია. სარაფანი, შორტი და მაიკა ზაფხულის ტანსაცმელი. ახლა მეოთხე მაგალითი, ტრუსი, პიჯაკი, ლიფი, წინდა. ტრუსი, პიჯაკი, ლიფი, წინდა. რომელია განსხვავებული სიტყვა ამ 4 სიტყვიდან? პიჯაკი. გეთანხმებით, იმიტომ რომ ტრუსი, ლიფი და წინდა არის შიგნიდან გვაცვია. მეხუთე მაგალითი არის კოსტუმი, შარვალი, პიჯაკი, სარაფანი. კოსტუმი, შარვალი, პიჯაკი თუ სარაფანი. აბა დაფიქრდით. სარაფანია ეს სიტყვა, რომელიც არ ეკუთვნის ამ ჯგუფს. ახან შარვალ კოსტუმი შედგება შარვლისგან და პიჯაკისგან. სარაფანი კი არ არის კოსტუმის ნაწილი. კაშნე, სანდალი, სათვალე, მზის ქუდი. კაშნე, სანდალი, სათვალე, მზის ქუდი. სათვალე უნდა მზის სათვალე უნდა დამეწერა, უფრო კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ სანდალი, მზის სათვალე და მზის ქუდი სამივე ნივთს ხმარობთ ზაფხულში. ხო? კაშნე კი ზამთრის ტანსაცმელია. კაშნე არის განსხვავებული ამ 4 მაგალითიდან. და ეს მგონი არის ჩვენი ბოლო მაგალითი, თუ არ ვჩნდები, ვნახოთ. ჩექმა, წინდა, ქვედაბოლო და ფეხსაცმელი. ჩექმა, წინდა, ქვედაბოლო და ფეხსაცმელი. აბა რომელს წაშლიდით? ჩექმა, წინდა, ქვედაბოლო, ფეხსაცმელი. ქვედაბოლოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წინდა, ჩექმა და ფეხსაცმელი ყველანი ფეხზე გვაცვია. არ ყოფილა ის ბოლო მაგალითი, ეს კი ბოლოა. მერვე ჯემპრი, ხალათი, ქურთუკი, ქუდი. ჯემპრი, ხალათი, ქურთუკი, ქუდი. ჯემპრი, ხალათი, ქურთუკი, ქუდი. ჯემპრი ზამთარში გვაცვია, ხალათი ლოგნიდან რომ დგებით, მაშინ გვაცვია ძირითადად,
ქურთუკი ზამთარში, ქუდიც ზამთარში, ესე რომ განსხვავებული სიტყვა უნდა იყოს ხალათი. ძალიან კარგი. ასე დასრულდა ჩვენი გაკვეთილი. ბოლოს ერთხელ კიდევ გავიმეოროთ ყველა ეს სიტყვა. აღარ შეგაწუხებთ მეც, მაგრამ აბა გავიხსენოთ, აბა ამ ჩვენი გაკვეთილიდან რამდენი სიტყვა დაგვამახსოვრდება. ამას რა ქვია? ჰალსტუხი. ჰალსტუხი. მართალია. ამას? ჯემპრი. ჯემპრი. ოჩახ, ამას? ქვედა. ქვედა. ბოლო. მართალია. ქვედა ბოლო. ქვედა ბოლო. ამას? წზე იწყება. წინდა. წინდა. ძალიან კარგი. წინდა. ამას? კოსტუმი. 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 ეს რა სოზე იწყება? დაგეხმარებით თუ გინდათ პ. პერანგი. მართალია. პერანგი. პერანგი. ეს არის შორტი. 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 ეს არის მზის ქუდი. სწორია, მზის ქუდი. მზის ქუდი. ეს არის კაბა. კაბა. ეს არის მაისური. მაისური. ეს არის ხელთა თმანი. ხელთა თმანი. მართალია. ეს არის ქურთუკი. 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 ესეც ქურთუკია. ზოგჯერ კურტკასაც ეძახიან ამას. შეიძლება კურტკა ან პლაში. ამას რა ქვია? თქვენ თვითონ გაიხსენეთ ჩემი დახმარების გარეშე? ქუდი. მართალია. და ეს არის შარვალი. შარვალი. და ეს არის კაშნე. შარვალი და კაშნე. მადლობა ყურადღებისთვის. იმედია რომ ამ ვიდეოებს უყურებთ პერიოდულად, გაიმეორებთ ერთ და იგივე ვიდეოს, იმიტომ რომ როგორც უცხო ენას რო სწავლობს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ეს თქვენი მშობლიური ენაა და თქვენ ეს ყველაფერი გახსოვთ, ეს თქვენ ტვინში გამჯდარია ეს სიტყვები, უბრალოდ უნდა ვივარჯიშოთ ყოველდღიურად, რომ ამ სიტყვებს ადვილად მივაგნოთ. ამ ხრივ მშობლიური ენის აღდგენა აფაზიის დროს გავს უცხო ენის სწავლას, იმიტომ რომ როგორც უცხო ენას სჭირდება სისტემატური ყოველდღიური გამეორება, ასევე აფაზიის პაციენტებს სჭირდებათ ყოველდღიური მეცადინეობა. მაგრამ იმედს ნუ გაიწურავთ, ესე ყოველდღიური ვარჯიშით და ყოჩაღობით თქვენ მიზანს მიაღწევთ მალე. აბა დროებით, ნახვამდის გემშვიდობებით.